დაშორება არის ღალატი. ის ვინც შორდება, არის მოღალატე და არ აქვს მნიშვნელობა ერთი ურთიერთობიდან მეორეში გადახდი, თუ უბრალოდ დაშორდი. ქალები თავს იტყუებენ ხოლმე, რომ მე ძალიან დიდი ხანი და ძალიან ბევრი რამ ვიტმინეო. ეს მოთმინების კონცეფცია ზოგადად ძალიან გავრცელებულია. თითქმის ყველა ქალი იყენებს, იმიტომ რომ ის ყველანაირი სიბინძურისა, ნებისმიერი ტიპის ტყუილის და ღალატის გასათეთრებლად გამოიყენება და პრაქტიკა მაჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტური მეთოდია. ყველას სჯერა, ყველა ტაშს გიკრავს და რატომაც არა. ის ღალატს არ ეძახის, ის ამბობს, რომ მე ვეცადე, მე ვითმინე, მე ძალიან დიდი ხანი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ოჯახი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ შენ მიმიყვანე მაგ მდგომარეობამდე, შენ ხარ ყველაფერში დამნაშავეო. ანუ მისი ღალატის ტვირთი მას არ ეკუთვნის, მისი ღალატის ტვირთი შენი ქცევის თანმიმდევრობის ლოგიკური შედეგია და შენ რა თქმა უნდა ჭამამ ყველაფერს. გეტყვი ახლა რაშია მთელი მუღამი. როდესაც ქალი გეუბნება, რომ მე 5 წელი გიტმინეო, ის თავის ღალატს გმირობით ფუთავს. ანუ რახან 5 წელი იტმინა, მოღალატე კი არა, გმირი ყოფილა. შესაბამისად მას ახლა სრული უფლება აქვს, რომ იყოს ბედნიერი, მაგრამ ბედნიერება როდიდან გახდა ღალატის ტოლფასი? გამოდის, რომ იმისთვის, რომ შენ იყო ბედნიერი, შენი ქმარი და შვილები უნდა გაუბედურო. ან საერთოდ რატომ თვლი, რომ ვინმემ შენ უნდა გაგაბედნიეროს? თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, ჯერ უნდა ისწავლო ბედნიერება იმ პირობებში, რაც იმ მომენტში გაგაჩნია, რომ შემდეგ უკვე მეტი დაიმსახურო. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცი ისე იქცევა, რომ დაშორების გარდა სხვა გზა მართლა არ არსებობს, მაგრამ თანამედროვე რეალობაში პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეგ არის უიშვიათესი შემთხვევა. უმეტეს შემთხვევაში თქვენს მაქსიმუმს არ ცდილობთ, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ დაშორება ბუნებრივი მოვლენა გახდა. ვინ არ შორდება, ყველა შორდება, არაფერი კატასტროფა არ არის მაგაში. ეს აზრი დომინირებს თქვენს თავებში და ზუსტად ამიტომ პირველივე კრიზისის დროს იწყება ოჯახის ღალატისა და ნგრევის პროცესი.